გარჩევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ სროლის ხმაისმო და გალის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია რუსი ოფიცერი და 2 ქართველი, რომელსაც რუსული მედია დივერსანტებად მოიხსენიებს. თუმცა როგორც ცნობილი გახდა, სროლა ადგილობრივ კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. დაღუპული ქართველებიდან ერთ-ერთი ლაშა სიჭინავა ძებნილია ქართველი სამართალდამცველების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებისთვის, მათ შორის არის ყაჩაღობა და მძევლების აყვანა. ის თავს ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება 1 საათი წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. იქ იმყოფებოდა ნინო სამყურაშვილიც. ნინო, რას უკავშირებენ თბილისში დღევანდელ დაპირისპირებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე? საქართველოს საგარეო უწყებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირება ფასდება ერთმნიშვნელოვნად როგორც კრიმინალური გარჩევა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის სრულიად უკონტროლო და ის არის კრიმინალების თავშესაფარი და იქ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება. გადამოწმებული ინფორმაციით ეს იყო სამწუხაროდ მორიგი და ჩვეულებრივი კრიმინალური ინციდენტი, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად აქვს ხოლმე ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერადაც ჰქონდა ასეთ კრიმინალურ ინციდენტს ადგილი გალის რაიონში, სადაც სამწუხაროდ არის მსხვერპლი, თუმცა ჩვენს მიერ დადასტურებული ინფორმაციით სრულიად საპირისპირო ინფორმაცია მოგვეპოვება ჩვენ. თქვენ იცით, რომ რუსული სააგენტოების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია თითქოს და ქართულ დივერსანტზე იყო საუბარი. სინამდვილეში გაცნობებთ, რომ აქ არის საუბარი კრიმინალურ პირზე, კრიმინალური წარსულით, რომელიც 2002 წლიდან საქართველოს სამართალდამცავების მიერ იმყოფება ძებნაში. მას დაუსწრებლად სასამართლომ მიუსაჯა 19 წელი. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ჩვენ არაერთხელ გვითქვავს, სწორედ არის კრიმინალების თავშესაფარი, იმდენად რამდენადაც სრულიად უკონტროლო მდგომარეობა ამ ტერიტორიებზე და მათ შორის ქართველი კრიმინალებიც, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართულ სამართალდამცავებს დაუსხდნენ ხელიდან, სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფარებენ თავს და ეს ადგილები არის სწორედ კრიმინალების თავშესაფარი. კრიმინალური გარჩევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა დღის მეორე ნახევარში, შეიარაღებულ დაპირისპირებას 3 ადამიანი ეცხებოდა.